Am წუთებში საქალაქო სასამართლოში ცეზარ ჩოჩელისათვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხის განხილვა გრძელდება. სასამართლოს ხდომა 5 საათზე დაიწყო. პროკურატურა ყოფილი გუბერნატორისათვის წინასწარ პატიმრობას მოითხოვს, რაც აცხადებს დაცვის მხარე თეონა ცხომელიძე ისაუბრებს საქალაქო სასამართლოდან პირდაპირ ეთერში. თეონა პირველ რიგში ხომ არ დასრულებულა პროცესი? არა ირაკლი, პროცესი ჯერჯერობით არ დასრულებულა, დაახლოებით 1 საათი არის, რაც თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს ცეზარ ჩოჩელისათვის აღკვეთი ღონისძიების საკითხს. დაცვის მხარემ დღევანდელ პროცესზე ორთვიანი წინასწარი პატიმრობის ნაცვლად დააყენა 100,000 ლარის ოდენობის გირაოს შუამდგომლობა, თუმცა ჯერჯერობით უცნობი არის რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე. რაც შეეხება ბრალდების მხარე ითხოვს, რომ ცეზარ ჩოჩელს შეეფარდოს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა. პროკურატურა შუამდგომლა სასამართლოს წინაშე რომ ცეზარ ჩოჩელს პატიმრობა შეეფარდოს, ჩვენ რასაკვირველი არ დავეთანხმებით აღნიშნულს, შევეცდებით სასამართლოს დაუსაბუთოთ, რომ პატიმრობის გამოყენება არ არის აუცილებელი. ამ შემთხვევაში ცეზარ ჩოჩელის მიმართ გირაოს შევთავაზებთ ალტერნატივის სახით და ვთვლით, რომ მის თავისუფლებაში ყოფნა გამოძიებას ხელს არ შეუშლის. 100,000 ლარს შევთავაზებთ გირაოს სახით. თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი უკვე 1 საათია მიმდინარეობს და სულ ცოტა ხანში გახდება ცნობილი, იქნება თუ არა პატიმრობაში უახლოესი 2 თვის განმავლობაში ცეზარ ჩოჩელი.